ამ სურათზე, რასაც ხედავთ, არის გალაპაგოსის კუნძულების ბინადარი სკვინჩა, ან მეორენაირად ნიბლია და ინგლისურად უძახიან ground finch, ანუ მიწის სკვინჩა გამოდის, ან მიწის ნიბლია, იმიტომ რომ თავის საკვებს პოულობს მიწაზე. თუ დაუბრუნდებით 1976 წელს, შეგვიძლია ვნახოთ, როგორ იყო გადანაწილებული ამ სკვინჩებში ნისკარტის სიღრმე. ნისკარტის სიღრმეს იმიტომ ვამბობ, რომ რეალურად სიგრძე იგულისხმება, მაგრამ უძახიან ნისკარტის სიღრმეს და გაზომილი არის მილიმეტრებში, იმიტომ რომ სკვინჩა პატარა ჩიტია. ხედავთ, რომ 1976 წლისთვის სკვინჩების დიდ რაოდენობას დაახლოებით 8.8 მილიმეტრი სიღრმის ნისკარტი ჰქონდა და გადანაწილებაც იყო აი ამ მნიშვნელობის გარშემო. ამ მონაცემების შეგროვების შემდეგ იყო გვალვა და ნაკლები თესლი იყო გარშემო ამ სკვინჩებისთვის, რომ საკვებად მიერთვათ. უფრო მცირე ზომის თესლები, რომლებიც მარტივი შესაჭმელი იყო, მალე შეიჭამა და რაც დარჩა იყო შედარებით დიდი, უფრო მყარი თესლები, რომელთა გასატეხადაც საჭირო იყო უფრო გრძელი ან ღრმა, უფრო ძლიერი ნისკარტები. თქვენი აზრით, აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით რა მოხდებოდა მომდევნო 2 წლის განმავლობაში? თუ იფიქრეთ, რომ ალბათ უფრო ძლიერი და უფრო ღრმა ნისკარტების მქონე ჩიტები გადარჩებოდნენ, მართალია. რატომ? იმიტომ რომ მათ შეეძლოთ უფრო დიდი, უფრო მყარი თესლების გატეხვა და შიგნით არსებული საკვების მიღება. და რა თქმა უნდა, ის სკვინჩები, რომლებიც ამას ახერხებდნენ, გადარჩნენ და შესაბამისად მეტი შანსი იყო, რომ ისინი გამრავლებულიყვნენ. ანუ მომდევნო თაობები დიდწილად წამოსულიყო მათგან. და ზუსტად ეს არის, რასაც დააკვირდნენ მეცნიერები. 1978 წელს, მხოლოდ 2 წლის შემდეგ, ნისკარტების სიღრმის განაწილება შეიცვალა და ახლა იყო 9.8 მილიმეტრის გარშემო. ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, თუ როგორ იწვევს გარემოს ცვლილება, ამ შემთხვევაში გვალვა, პოპულაციის თვისებების ცვლილებას, რასაც მხოლოდ 2 წელი დასჭირდა ამ სკვინჩებისთვის. მნიშვნელოვანი არის ისიც გვესმოდეს, რომ გარემო ცვლილება ყოველთვის არ იწვევს ადაპტაციას. მაგალითად, თუ ცვლილება ძალიან დიდია და ძალიან მკაცრი, თქვათ, გვალვა თუ ისეთი ცუდი იყო, რომ საერთოდ აღარ იყო თესლები გარემოში, მაშინ ეს გამოიწვევდა ამ ჩიტების გადაშენებას. ანუ არ მოხდებოდა ადაპტაცია. მაგრამ ამ შემთხვევაში ვხედავთ, რომ მიუხედავად ამ სირთულისა, ამ ჩიტებმა მოახერხეს, რომ გადარჩენილიყვნენ. და ეს იმიტომ კი არ მომხდარა, რომ თითოეულმა სკვინჩამ უფრო გრძელი ნისკარტი გამოიმუშავა. მოხდა იმიტომ, რომ ნისკარტის სიგრძეში თავიდანვე იყო პოპულაციაში ვარიაცია. ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, უფრო მარტივად, პოპულაციაში ინდივიდებს ჰქონდათ სხვადასხვა სიგრძის ნისკარტი. ასე რომ ამ ვარიაციის გამო სახეობამ მოახერხა გადარჩენა და უკეთ მორგება გარემო პირობებს.